ხო, დინარაძის ეს დღევანდელი გადაწყვეტილება მეც არ გონია რომ რაღაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გავდეს, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ის თავად გვიანონსებდა რომ ახალი ენერგიით შეუდგებოდა რეგიონების აღორძინებას, თან იქ ნახა თურმე ძალიან ბევრი შეჩერებული პროექტი და ამაზე დაიწყო მუშაობა და რამდენიმე დღეში ვხედავთ რომ თურმე დაღლილა და მიდის პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა ესეთ რაღაცები არ ხდება შემთხვევით, თუმცა ღრმა წიაღსვლებში წასვლა არ მგონია მაინც სწორი, იმიტომ რომ ეს არის გაგრძელება უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირებისა, რაც აქვს ქართულ ოცნებას შიგნით. ეს არის კობახიძის დაჯგუფება, ასე ვთქვათ, რომელმაც პირწმინდად გაიმარჯვა ღარიბაშვილზე და მთელი მისი გუნდი, ასე ვთქვათ, გამოკეტილი ყავს ციხეში და ხედავთ რომ ეს პროცესი გრძელდება და უმძიმე ბრალებს და ასე შემდეგ. ეს არის ის მოცემულობა 14 წლის წინ მთავრობაში მოვიდა ძალა, რომელიც გასაოცარ დემოკრატიას გვპირდებოდა და 14 წლის შემდეგ მივიღეთ გაუგონარი დემოკრატია, რომელიც არასდროს არ უსურვებია ამ ქვეყნის მოსახლეობას თავისთვის. ბევრი ვისაუბრეთ თუ რა ხდება ზოგადად ქართულ ოცნებაში, ქვეყანაში, მე მინდა ესეთერ გამოვიყენო და ეს შესაძლებლობა იმაზე თუ რა უნდა იყოს და როგორი ქვეყანა უნდა იყოს და როგორ უნდა მიდიოდნენ მინისტრები, იქნება ეს სუსის უფროსები თუ ასე შემდეგ. ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, სადაც არის ამ ყველაფერზე პასუხი. ამ ყველაფერზე პასუხს ვიპოვით იქ. ანუ რას გულისხმობ, იცით? ელემენტარული პრინციპები არსებობს სახელმწიფო მართვის. ეს არის მაგალითად ძალაუფლების დანაწილების, რომ უნდა არსებობდეს საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო ხელისუფლება. სასამართლო ხელისუფლება უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ეს ორი შტო დააბალანსოს და არ იყოს, ვთქვათ, რომელიმე შტომ არ მიიღოს ისეთი ძალაუფლება, რომელსაც ის ვერ გაუმკლავდება. ჩვენ რა გვაქვს დღეს? შტოებად დაყოფილი ძალაუფლება, კი არა, ერთი კაცის ხელშია მოქცეული სასამართლოც, აღმასრულებელიც და საკანონმდებლო ხელისუფლებაც. და ყველა, ვინც არის მმართველობით რგოლში, ასრულებს მის რაიმე გადაწყვეტილებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. აი სასამართლო ხელისუფლებაზე ახლა საოცრება მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან, ხო? ესეთი აღიარება არ მახსენდება ვინმეს გაეკეთებია ოდესმე, რომ მე ზუსტად ვიცი როგორ მიდის ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნები და რაღაცო მივიდე სასამართლოშიო. როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის, მაშინ ხალხის მტრები, აგენტები და რაღაცა უბედურებები ვიყავით ამ ქვეყნისთვის და თურმე მართლა არ ყოფილა ამ ქვეყანაში სასამართლო, როცა პოლიტიკურ დაკვეთებს ეხება საქმე. როდესაც საუბრობდით კორუფციაზე, მაშინაც გვეუბნებოდნენ, რომ არავითარი კორუფცია არ იყო. მე წინა ეთერში შევახსენე საზოგადოებას, წინა მოწვევის პარლამენტში ვითხოვდით ელიტური კორუფციის შემსწავლელი კომისიის შექმნას. ეს კობახიძე იყო, სწორედ ის კონსტიტუციის დარღვევით რო არ ქმნიდა ამ კომისიას, მაშინ როცა ოპოზიციას საჭირო ხმები ჰქონდა. როგორ შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, რომ კორუფციას ებრძვის, როდესაც ის ამ ფორმით თანამონაწილეობდა ღარიბაშვილის კორუფციაშიც კი. როდესაც ის ხელსაფარებდა ნაცვლად იმისა, როგორც მაკონტროლებელი საკანონმდებლო ხელისუფლებას მას გამოევლინა ეს შესაძლო კორუფციული სქემები და ასე შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომელზეც უნდა გასცეს პასუხი, ჩვენ რო გქონდეს ნორმალური რაღაც საფუძვლებზე არსებული სახელმწიფო, მაგრამ არა გვაქვს სამწუხაროდ, გვაქვს რაღაც რუსული ჰიბრიდული მოდელი ქვეყნის მართვის. კი ბატონო, აი თორნიკე თქვენ ბრძანეთ, რომ მე მინდა ვისაუბრო იმაზე თუ როგორ ქვეყანაში და როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრებაო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა თუ არა, ძალიან დიდმა ნაწილმა მაინც ძალიან კარგად იცის ალბათ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება და როგორ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრება და მინდა რომ იმაზე საუბრობთ, როგორ მივდივართ, აი როგორშიც არ გვინდა ცხოვრება, იქიდან როგორშიც გვინდა ცხოვრება. იმიტომ რომ მგონია ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ხო, მოდი ამასაც გადავიდეთ. მე ვისაუბრე სახელმწიფო მოწყობის კუთხით, როგორი უნდა იყოს და კი ბატონო, ეს ნორმალურ სახელმწიფოში და როგორ მივდივართ იქან. ძალიან კარგი კითხვა ეს. თქვენ ხშირად ახსენებთ და ამბობენ ოპოზიციის გეგმები. მე გულწრფელად გითხრათ, ვერ გეტყვით ოპოზიციის გეგმებს. მე შემიძლია გითხრათ ჩემი პოლიტიკური კოალიციის გეგმები რა არის და ხო, ოპოზიცია რას აპირებს, არის ხოლმე ესეთი კითხვები. იცით რა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია გვაქვს გაცხადებული თუ რას ვაპირებთ. ეს არის ის, რომ ნებისმიერ ბრძოლის ველზე, სადაც იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში ჩვენ შევებრძოლებით ივანიშვილის ამ რაღაც გაუგონარ გუნდს, რომელიც არის ხელისუფლებაში მოქცეული. რას გულისხმობ? ხო, აი არჩევნების საკითხმა გაიჟღერა. იცით რა, ჩემთვის გაუგებარიც კი არის, როგორ შეიძლება თან ეს წელიწადზე მეტია ეს დისკუსია მიდის, კამათობდეთ იმაზე, არჩევნებში უნდა შევიდეს თუ არა პოლიტიკური პარტია.
ეს არის წარმოუდგენელი, რომ ესეთი დისკუსია საერთოდ არსებობს. პოლიტიკური პარტიის არსებობას სამართლებრივად ერთადერთი ახსნა. მაგრამ იმ პარტიებს წინაპირობები აქვს. აი ლევანი რაზეც საუბრობდა, ხო? კი ბატონო, წინაპირობებს საარჩევნო კანონმდებლობას დაკავშირებით, ხო? არა მარტო. კი ბატონო, მივიდეთ პოლიტიკური პატიმრების საკითხი. მივიდეთ, კი ბატონო. აი ამ ქვეყანაში როდის ყოფილა კარგი არჩევნები? ან კანონი, ან რაღაც დემოკრატიულ არჩევნებთან მიახლოებული. როდის ყოფილა? დამასრულებთ მე არ გაწყვეტინებ. არ გაწყვეტინებთ. არ უნდა იყოს უნდა დამასრულებთ. როცა ამ ქვეყანაში ცვლილებები მოხდა, მას წინ ყოველთვის უსწრებდა არჩევნები. ეს იყო 2003 წელს. მანამდე შეგახსენებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო 2002-ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რამაც გაამყარა ოპოზიციის პოზიციები და 2003 წელს მოხდა გაყალბება არჩევნების და მოხდა შემდეგ უკვე ხელისუფლების ცვლილება. 2012 წლის არჩევნები სამართლიანი იყო, ან სამართლიანთან ახლოს იყო მიახლოებული, სატელიტურ თებშებს აპატიმრებდნენ და რა ქვია, საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმები შედიოდა და რაღაც საშინელებებს ჩადიოდა, მაგრამ მოახერხა ოპოზიცია გამარჯობა მოახერხა, იმიტომ რომ ქონდა იმ სახის და იმ მოცულობის მხარდაჭერა, რომელსაც გაყალბებებით ვერ დაუდგება წინ. დღეს რომ რეჟიმი აპირებს, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და მეორეჯერ შეაბრუნა სარჩელი საკონსტიტუციო სამართლოში. პარტიას ერთადერთი შესაძლებლობა აქვს, როდესაც ის არ არის აკრძალული და არის რეგისტრირებული. ერთადერთი შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ რეჟიმს და ივანიშვილს სურს, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ რატომ შეიტანდა აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელს სასამართლოში? ხო, თუ ეს აწუხებს, რომ უცებ ბოიკოტი გამოაცხადოთ, არ აკრძალავს და მაინც უარ შედიხარ არჩევნებში, იყავი რა რეგისტრირებული და კონდეს საჯარო რეესტრის ბეჭედი რა, ეს რას მოგინას, არაფერს. ამიტომ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსების საქმე არის, რომ ვიფიქროთ ცოტა უფრო გრძელვადიანად, ვიფიქროთ ის თუ რა დაასუსტებს ამ რაღაც წარმონაქმს, კიდევ ერთხელ ვიტყვით, დაასუსტებს ის, რომ სადაც შევძლებთ ის ძალაუფლების ნაწილები წავართვათ, უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია შევქმნათ მართლა დემოკრატიული წარმატებული სახელმწიფო, მართლა შეიძლება აქ ამის გაკეთება. ოღონდ ამისათვის საჭიროა, რომ ეს რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და ამისათვის საჭიროა, რომ ადამიანებს ვესაუბროთ მათ საჭიროებებზე და არ უთხრათ, რომ მე ამ ბრძოლის ველიდან გავიქცევი, მე ამ ბრძოლის ველში არ შევალ, იმიტომ რომ ის უფრო ძლიერია, იმას უფრო მეტი ინსტრუმენტი აქვს და ის ალბათ დამამარცხებს. ეს არ არის ჩემი აზრით სწორი დამოკიდებულება. თქვენ ალბათ მეთანხმებით, რომ ის მაგალითად კონფიგურაცია, რაც გვაქვს დღეს, აი ეს არის კატასტროფული კონფიგურაცია, იქნებ არის გონიურული იმისათვის ბრძოლა, რომ უკეთესი კონფიგურაცია არსებობდეს. ხო? აი რას გულისხმობ და მაგალითად თუ ალიანსს აქვს 6 პუნქტიანი გეგმა, იქნებ ამაზე მობრძანდეთ და ველაპარაკეთ. ეუთოს 28 პუნქტიანი აქვს და მანამდე კიდე 12 პუნქტიანი გეგმები. თქვენ აპირებთ, რომ პირდაპირ უბრალოდ არაფერზე არ ელაპარაკოთ და პირდაპირ შეხვიდეთ. 6 პუნქტი რა თქვენ რა ხან დასახეთ რომ არა, ჩვენ რო 6 პუნქტი დავსახეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საბოლოო რაღაცა. მე იმას გეუბნებით, რომ მობრძანდით და თუ ოპოზიცია არსებობს, ყველა ოპოზიციონერმა ერთად გადავწყვიტოთ, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. მოდი მე ბადრის ნათქვამს გავაგრძელებ, ჯერ ალიანსს ჩამოყალიბდეთ, მაგრამ რა კონფიგურაციაში ხართ და მე დაპატიჟეთ სხვა პოლიტიკური პარტიები, რაც შეეხება იმ საკითხს ჩამოყალიბებული ამის. ხო, არ ეტყობა. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ლელომ დააყენა ფაქტის წინაშე, ლელო არ თვლის, რომ თავის გადაწყვეტილებები იუნესკოს შეუთანხმებს. ლელო დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციაა. მხოლოდ ის შეუთანხმებს თავის სხვა პოლიტიკურ პარტიებს შეუთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ამომრჩეველს და რომელთაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით. ის გადაწყვეტილება კი რომ ჩვენ შევალთ ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში არის მყარი და მეცაც გეტყვით, ეს არის უალტერნატივო და ის ბოიკოტის დამაზიანებელი კამპანია, რომელიც იყო და რაღაც საშინელებამდე მიგვიყვანა, რომ მთელი რეგიონები მართლა გადაიბარა სრულად ქართულმა ოცნებამ და 4 ოქტომბრის სიგიჟე რაც ვნახეთ. ხო, მიიღეთ მონაწილეობა, რატო არ გადაარჩინეთ? მივიღეთ და 57 წევრი ვყავს, რომელიც ყოველდღიურად, თქვენ რო დადიხართ ახლა რეგიონებში, ის ადამიანები ყოველდღიურად მუშაობენ, ათასობით განცხადებას წერენ, ათასობით ადამიანს ეხმარებიან, რომ თავის საჭიროებები დაიკმაყოფილონ. კი, მივიღეთ მონაწილეობა და ეს შედეგი მივიღეთ და აუცილებლად ის ადამიანები გაათმაგებულად იმუშავებენ, 57 წევრი ვყავს, 55 რაიონში და მართლა ძალიან ბევრს მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში 30-დან 1-ია ლელოს წარმომადგენელი, მაგრამ არ უშინდება ქართულ ოცნებას. ეს არის სწორი გზა და არა ის რომ აქ შეიძლება ვერ მოვიგო და მოდი რა ამ არჩევნებში არ შევალ. ეს არის გადაბარება, ეს არის აპიტულაცია, ეს არის არასწორი